მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია. მინდა მოვიკითხო აუცილებლად პატიმრები და ის ადამიანები განსასწრად შინახავთ ბედნიერება და სიხარული და გისურვოთ უცხოეთში ყოფ ქართველებს და იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს ეკლესიას გვერდში უდგახართ. მადლობა ძალიან დიდი და დღეს განსაკუთრებული სტუმარი ყავს მამა ილია ნასიძე, რომელიც ძალიან გიყვართ ხოლმე მისი სტუმრობა და აუცილებლად რო არ კითხოთ, მამა დაგლოცეთ თუ შეიძლება პირველად. ვერცან დაგლოცე და გაგახაროთ. მადლობას მოგახსენებთ მამა მობრძანებისათვის და მამა თქვენი იშვიათი ადამიანი ხართ, რომელიც აი რაღაც ხელზე ჩამოსათვლელად დარჩით და აი სულ გეფერები და დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩვენი მინდა გამოგიცხადო და მამა თუ შეიძლება ნათლისღება იყო და რო არ შევეხოთ ამ დღესასწაულს. მადლობა უფალს ყველაფრისთვის და აი გუშინდელ დღეს მეუფე ნეში უნდა მომბრძანებულიყო და ვერ მომბრძანდა და მე გვიწილათ რომ მე ამესრულებიან როგორც წირვა ესე ნათლისღების ეს საოცარი ის რაც ხდება საისეთი საოცარი ლოცვებია, როცა კითხულობ აი ამ ლოცვებს და იცით რომ ჩვენთან საგანგებოდ არის გაკეთებული ადგილი, სადაც ეს წყალი ისხმება და ხშირად მისი უწმენდესობა ეგ მსახურობდა, აკურთხებდა წყალს მეუფეშიოც და სხვა. ესენეცა სწორად აი აქ მოხდა ესეთი რაღაცა რომ პირველად ჩავატარე ახლა ეს სამებაში რა მადლობა უფალს ყველაფრისთვის და ყველაზე საოცარი ის არის რომ აი ეს დღესასწაული ნათლისღების დღესასწაული არის განცხადება. როცა სამება განცხადა რა და წარმოიდგინეთ როცა იონე ჩვენ უფალი ინათლება ტრიდის სახით სულიწმინდის მადლი და მამის ხმა ეს არის ჩემი საყვარელი რომელიც სათნო ვიყავ. წარმოიდგინეთ ეს არის სამების განცხადება. ეს არის საოცარი რამ როცა ჩვენთვის არის მართლა სასწაული და იმიტომ რომ სულ არის ხოლმე ბჭობა რა ღმერთია იესო ქრისტე თუ არა მამა ამტკიცებს ამას წარმოიდგინეთ ზეციდან და სულიწმინდის მადლით გადადის და რაც მინდოდა მეთქვა ეს არის საოცარი გუში რაც თქვი რომ ეს წყალი რომელიც ახლა იკურთხა ყოველთვის ადამიანმა წაიღო სეფისკვერთან ერთად უნდა დალიოს და ესევე როგორც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სახლები უნდა ვასხუროთ ეს წყლები რომ განიწმინდეს ჩვენი სახლი ბოროტის მანქანებისაგან და საერთოდ ძალიან დიდი რამ არის წყლის ისა და აი ლოცვაშიც წერია იქ რომ ეშმაკის გასადენელადაც კი ხდება ეს წყალი და რაღაც საოცარია მართლაც. მადლობა უფალს ყველაფრისთვის და რაც მინდოდა მეთქვა რომ საერთოდ სარწმუნოებაზე როცა საუბრობთ არის ესეთი რაღაცა დედა და მამა როგორ დაარიგებს თავის შვილს და ეხლა ერთი მაგალითი მინდოდა ერთი რამ მომეყოლა რომ კომუნისტური რეჟიმის დროს ცხოვრობდნენ ეს ადამიანები და მათ ყავდათ ნინო შვილი და რომელსაც ზიდა ეკლესიურად რა წირვაზე ლოცვაზე დაყავდა უფალი შეაყვარა დედა ღვთისმშობელი და ქონდათ ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი საოცარი ხატი და ეს გოგონას ესე ნინო ესე ცხოვრობდა და დედამ აი ესე გაზარდა. მე შემდეგ გათხოვდა ქმარი ყავდა შვილი და ისევე როგორც შვილს ასწავლიდა ღვთის სიყვარულს დედა ღვთისმშობლის სიყვარულს წმინდანების და მის ცხოვრებაში მოხდა ესეთი რაღაცა რომ ძალიან ძიმად შეიქმნა და მოკლედ აი ეს ხატი ქონდა დავზარნებული ეს ყაზანის ღვთისმშობელი და მოხდა სასწაული და ესე იგი ეს ამ ხატიდან გავწყინდა ეს ხატი და მირონით და სურნელებით აივსო იქაურობა საათელი სახლი და უცებ ტკბილი ხმა შემოესმა დედა ღვთისმშობლის რომ ნინო შენო ეს ხატიო ყაზანის ღვთისმშობლის ხატი უნდა მოკარგო და ესე იგი ამ ადამიანში მოხდა ესეთი რაღაცა რომ
არაზოს ხატი არ მოუქარგია, იმიტომ რომ არ იცოდა ქარგვა და დედა ღვთისმშობელო ვერ მოუქარგაო ამ ხატსო, იმიტომ რომ არ ვიციო ქარგვა და მე ორიჯენაც უთხრა მოქარგეო და ამ დროს შემოვიდნენ მეუღლე და მისი შვილი და უნება რომ დედა ნახეო ყაზანის ღვთისმშობელი იცინისო. და მოხდა მე ცხოვრებაში ესეთი რაღაცა რომ როცა მომაკვდავი იყო, დაიწყო ქარგვა და დაიწყო მოღვაწეობა იმისი რომ ძალიან ბევრი ისინი ხატები მოქარგა დედა ღვთისმშობლის და სრულიად ჯანმრთელი გახდა ამის შემდეგ და ეს არის რაც მოვყევი ის რომ როგორ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი უფლის სიყვარულით და დედა ღვთისმშობლის სიყვარულით რა. რომ ღვთის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. არ არსებობს რა და ამასთან დაკავშირებით მე და ერთი მას არ გადავიდე ადრეც მოვყევი თქვენთან, მაგრამ ეხლა უფრო დასუსტებით მინდა რომ მოგიყვეთ და ძალიან საინტერესოა ღვთის მადლითა და წყალობით როგორ ხდება ყველაფერი და მინდა გითხრათ რომ იყო ესეთი დრო 2004 წელი, როცა მისი უწვიდესობა საბრძანება უნდა და ათონის თაზე და იყო ორად იყო გაყოფილი, ერთ მოგზაურობა გააგრძელეს სასულიერო პირებმა და ეპისკოპოსებმა და მეორე ისე წავედით ათენში და მე უნდა ჩავსულიყავით ათონის თაზე. და მოხდით ამ მამა ნექტარიუსთან, რომელიც ძალიან ლოცველი ადამიანი იყო და ძალიან ბევრი გახდით. დაიწყო ლაპარაკი იმაზე რომ სიმსივნეს ჰქონდა და დედა ეცხადებოდა მასაც, გარდაცვლილი ყავდა და ესევე ეცხადებოდა დიდი მამა ნექტარიუსი, რომელსაც ჯვარს ახავდა და განკურნა. და შემდეგ მე გამიყვანა ხატთან და დამაყენა და მითხრა შენ ხო გარდაიცვალეო და მოთხარი ხო გარდავიცვალე მეთქი და შენო უფალმა აგადგინა კტრეთითო და მასო ნებავსო რომ შენ უნდა გააკეთო დედაშვილობის ხატიო და შენო სიკვდილი შეგეშინდაო და სიკვდილის არაზოს არ უნდა შეგეშინდესო. ეს იყო საოცარი სიტყვები მისი. მაგრამ ამასთან დაკავშირებით რა მიდოდა მეთქვა რომ აი ინება უფალმა და ეს არის მთავარი რომ კტრეთით აღვედგინე და დედაშვილობის ხატი. ეს დედაშვილობის ხატი რა არის? ამის შემდეგ გამიშთა სურვილი რომ მის უწმინდესობასთან მისულიყავი და მესაუბრა და ან მიდოდა აწყურის ღვთისმშობელთან დაკავშირებით რაღაცა და მესაუბრა მის უწმინდესობას და მამცანა რომ ერთად წავიდეთო მუზეუმშიო. და მართლაც ეპისკოპოსები, თავად პატრიარქი ყველანი გახდით იქა და ეს კალბატონი როცა ესაუბრებოდა რაღაცნაირად ესეთი ის იყო, ეს არის რესტავრაცია უნდა, ეს უნდა ისა, ამ ხალხს ვერ იმასიზავთ, რაღაც მოკლედ ესეთი რამ იყო და პატრიარქმა მითხრა რომ თხოვე რომ დამიწერა ეს ხატი და მომცა კურთხევა ამ ხატის დაწერის. ეს ხატი დაწერა საოცარმა ადამიანმა ამირან გუგლიძემ, რომელიც ეხლახანს გარდაიცვალა, საოცარი ადამიანი, ძალიან დიდი ხატვერი და საოცარი გულისა და საოცარი სულის პატრონი, მოსიყვარელე უფლისა დედახტის სასწაულად ხამწერი იყო. ესევე ისე ზურაბ ჩიქვინიძე არის, რომელიც მოჭედა, ოქროში მოიჭედა ეს საოცარი ეს ხატი, ესეთი ხატი გაკეთდა და მოხდა რასაკვირველია პატრიარქის კურთხევით. ეს ხატი არის ხატი, რომელიც ჩამოაბრძანა ანდრია მოციქულმა, როცა უფალმა უთხრა დედა ღვთისმშობელს, რომ ხატი გამოეტანებია. და ეს არის ხელთუქმნელი ხატი, ფიცარზე როცა გადავიდა ეს ხატი და ხელთუქმნელი ხატი, რომელიც საიდანაც ჩვენ ვიწოდებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხოთ ქვეყანად. აქედან მოხდა ეს წილხოდრობის ეს ამ ხატიდან. და პირველ საუკუნეში ჩამობრძანდა და გახსოვთ ალბათ როცა ამ ხატით რომ მივიდა და კალბატონის შვილი რო აღადგინა კრეთით და საოცრებები მოხდა იქ და აი სწორედ ამ ხატთან არის დაკავშირებული რომ კოპია გაგვიკეთებია და პატრიარქის კურთხევით წავედით იერუსალიმში, დაუძანით მაცხოვრის საფლავზე, შევღაღადეთ რომ მადლი გადასულიყო ამ ხატზე, დედა ღვთისმშობელთან გავხდით და პარაკლისების გადახდა, იქიდან საოცარი გალობები, ისეთი გადაღება ამისი და ჩამოძანები მე ტრაპიზონისკენ წასვლა და ისევ ისეთი გზა ისა გავიარე და
მოხდა ბათუმში შემდეგ. თქვენ ყოველწლიურად აკეთებთ. დიახ. უკვე ათეულობით წელია. რა კარგი არის ამხელა ის. და რა მოხდა რომ იქიდან მე არწყურში პატრიარქი დავხდა საოცარი იყო ისე გაუხარდა პატრიარქს ამ ხატის შექმნა და ეს ყველაფერი და რამიდო და მე თქვა რომ როცა იქიდან ჩამოვედით მე რა იმ გზაზე გამოვედი ვარდებს უფენდნენ ჩვენი პატარა ასტიქაროსნები და ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა მადლობა უფალს და მადლობა ჩვენს ხალხს რომ ესე უყვართ დედაღთიშობელი და უფალი აი ეს არის საოცრება არნახულად ბევრი ხალხი გამოვიდა ეხლა სულ ბევრი ხალხი გამოდის და ამას მოყვა ის რომ ღვთისმშობლის წილხოთ ქვეყანა ჩერაცხეს მიიღეს დადგენილება წმინდა სინოდზე და ესევე მთავრობა მიიღო ამის ისა ხო ამხელა რაღაცა და ესევე მოხდა და ქართულმა დაიწყო შენებლობა ეგ აწყურში და ძალიან დიდი ტაძარია ახლა უკვე და ალბათ მალე დაამთავრებენ ამ ტაძარს საოცრად დიდი ტაძარი არის და რამედო და მე თქვა ესე რომ ესე იგი ალბათ მე ჩემს ცხოვრებაში ეს არ დამოვიწყდება როცა მივაბრძანეთ სამებაში პატრიარქი როცა დაგვხდა და ხატი ამოვაბრძანე ამემიდა და მივაბრძანე დაიჩოქა მისი უწმინდესობა და ემთხვი ამ ხატს და როგორ აცრემდა ტირო და ცრემლები წამოვიდა ალბათ ეს იყო ჩემთვის არ ვიცი ყველაზე დიდი ისა როცა მე დავიჩოქე და ეს ხატი ემთხვია დედაღთიშობლისა აქედან დაიწყო ამ ხატის ყოველ წელიწადს და ყოველ წელს ესეთი მოგზაურობა და ესეთი მდგომარეობა ეს ძალიან დიდი რამე არის ეს თავშიც გითხარით რომ ეს ღმერთის კურთხევით მოხდა უფლის კურთხევით და რა ადგილას მოგცეს ეს კურთხევა რაღაცა საოცარი რამე იყო იმიტომ რომ არის მეორე ხატი რომელიც გაკეთა ღვთისმშობლის წილხოთრი ქვეყანა და ამ ხატთან დაკავშირებითაც მინდა გითხრათ მოგიყვეთ რომ სამომავლო გეგმა აი თქვენ ხო ფიქრობთ აი საბოლოო აი ამ ხატის ის რა იქნება თქვენი საზრი და როგორ მიგაჩნიათ ანუ აი ამ მთელი გზების ამის ის აი რა აქვს ამ მიზნად ყველაფერი თუ შეიძლება რომ აი მიზანი როგორ არის იცით აი როგორც ახლა იქ მოგეყევით და ახლა როგორცა ჩვენ ვართ ყოველწლიურად ღვთისმშობლის წილხოთრი ქვეყანა და კვარცხლწილთომელი ერი ვართ და როგორ მოხდა ახლა სანამ ამას დავიწყებდით რომ როცა კრება შედგა დედაღთიშობელი იყო მონაწილეობას ივერია შეხვდა და ყოველწლიურად ღვთისმშობელს ივერია ღვთის განგებით მოხდა ეს იმიტომ რომ სადაც კვართი იყო წამომზანებული სწორედ იქ უნდოდა დედაღთიშობელს ჩამოსვლა ახსოვთ როგორ აპირებდა მაგრამ მოხდა მაშინ ათონის თაზე და ნუ რამხელა ის არის ათონის მთა იცით თქვენ ესა და ამიტომ რა არის იცით მე ადრეს გითხარით და მაშინაც წავიკითხე და ეხლა მინდა ესეთი საოცარი რაღაცა გითხრათ რომ გამოვიდა ეხლა საოცარი წიგნი და გადაუხვევ ეხლა და მე გეტყვით 2005 წელს სამების საკათედრო ტაძარში დამიძახა მის მოუწინდესობამ და მითხრა რომ შენ მინდაო რომ იცოდეო რომ შვიჯერ ლოცვები რო არ გამოაქვეყნე ის მინდა რომ გამოაქვეყნო და მე გითხრა რომ ფილადელფიის ეკლესიაო მე მინდა რომ შენ იცოდეო რომ არის საქართველოს ეკლესიაო და აქ აი მაშიო იქნებ დაწერო ფილადელფიის ეკლესიაზე ნუ ამ ეკლესიაში წერია ეს რომ მცირე ძალი გაქვთ და არ მიგიტოვებიათ ჩემი სახელი მე ებრაელებზე რა მოვლენ და მოინათლებიან სულ ყველა მე წერია ისო რომ ყველაზე მძიმე ჟამი როცა დაიწყება მაშინ გადაგარჩენთო და აი ეს ყველაფერი რაც არის ახლა გამოიცა წიგნი რომ ესე იგი აი წერია ყველაფერი როცა ანტიქრისტე გამოჩნდებაო მაშინ მოხდება ჩვენთან ივერია გაწყინება საოცარი დღეების დადგება ჩვენთან ეს არის ამ განმარტებაში ამის განმარტებაში ეს ახლა მამა გიორგისა და ელიჯე შეჭელიძეს მეცადინეობები დიდი მეცადინეობები შედგა ამ წიგნის გამოშვება და ამის განმარტება არის სწორედ ესა აი თქვენ რომ მეუბნებით რომ აი რა შეიძლება მოხდეს მოხდება ის რომ დედაღთიშობელი წარმართავს რა გადასცემს დედაღთიშობელი ანტიქრისტე ვერ დაიუანებს ჩვენს ქვეყანაში ამას როგორც ჩვენი პატრიარქი იძახის მამა გაბრიელიც ამას იძახოდა და მამებიც ამას იძახიან სხვათა შორის არა მარტო ჩვენი მამები ესე რუმინელებიც რუსებიც უკრაინელებიც ბევრი მამები იძახიან რომ დადგებოდ რომ ყველანი საქართველოში უნდა წახვიდეთო ამიტომ ეს დრო დადგება
და პატრიარქმა თქვა ერთხელ რომ თქვენო რომ იძახითო 19 მილიონიანი გახდებითო. ეს იცით როგორი რაღაცა არის რომ ვიღაცას ის არ ჯერა და ღმერთისთვის ეს არაფერი არის. არ ყოფილა თუ რა დაიჯერებს ადამიანს თორე მაგრამ როგორ არის იცით რომ თუ ადამიანი არ გაითავისა ეს და არ მიიღო თვითონ ეს ძალიან ძნელია რომ გაიგოს რა ხდება იცით იმდენად რთულია და ჩვენ ახლა ეს ხატი რომ გითხარით რომ გავაკეთეთ იქ არის 8 სენა და სულ ქართველი წმინდანებია ამასთან და სულ მაქვს ხოლმე ესეთი რაღაცა როცა დავდიოდი მამა გაბრიელთან მაშინაც მოგიყევით რომ გაბრიელი არ დაგავიწყდეს საეროპორტში არ დაგავიწყდეს მამა გაბრიელი არ დაგავიწყდე არას არ დაგავიწყდა აი როცა დათი იქნიდა ამას მაშინ თხოვე რომ ხო შევიყვანე და უნდა შევიყვანოთ მამა გაბრიელი და სწორედ აი ამ იმაში არის მამა გაბრიელი და საოცრად დიდი ადამიანი იყო მამა გაბრიელი ესე ნათელხილალური მადლი ქონდა და წარმოიდგინეთ ახლა მე და თქვენ ერთმანეთს უყურებთ მაგრამ მე არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ არც თქვენ არ ვიცით ჩემი ფიქრები მამა გაბრიელმა იცოდა ესა და მოგიყვებით მაშინ სასწაულს ერთ-ერთ ხო და ყველგან წერია მაგრამ მაინც მინდა რომ გავიხსენოთ მამა გაბრიელი საოცარი ადამიანი ძალიან მიყვარს და დღესაც იქიდანაც გვეწევა რა როცა მომიხოთ თქვენს გერზე ვიქნებიო და მოხდა ესეთი რაღაცა რომ მგლებმა მიიყვანეს მამა გაბრიელთან ერთ-ერთი ადამიანი ვინჭი რომელიც ლოთობდა და ძალიან ცუდად იქცეოდა ხო და როცა მიიყვანათ იმათ გეგონათ რომ მამა გაბრიელი ხა დარიგებას მიცა და გამოუტანია ღვინო დაუსხია ორი ჭიქა და ალევია სუპელას და მე როგორც ის ბიჭი იქცეოდა წარმოიდგინეთ დაიწყო ყველას ლანძღვა ყველას გინება დედა არ ყველაფერს რა ხო და მე ახტა სკამზე და აბა ეს უნდა გავაკეთო ის გავაკეთო და ესე გაგიჟდაოს მამა გაბრიელი და გამოიქცნე მოკლედ დედამისი ყვება რომ ესე იგი ჩემი შვილი მოვიდაო ესე აღწერაო მამა გაბრიელმა გააკეთა ის რასაც თვითონ აკეთებდა ყოველ წუთში აი აჩვენა ოღონდ არ აინტერესებდა მამა გაბრიელს სხვა რას იტყოდა მასე დარიგება კი არ მისცა თვითონ აჩვენა თვითონ რას ჩადიოდა და როგორ იქცეოდა რა და ერთია კიდე მამა არჩილი იძახის ესეთ რაღაცას რომ გავიფიქრეო რომ ცოდნითო ისევე არა აქო ცოდნა მოვისმინე და შემდეგ მოხდა ესეთი რომ გამომიგზავნა ადამიანი რომ მამა გაბრიელი მოვიდეს და რა გაინტერესებს თუ მამა გაბრიელ რაზე ვილაპარაკოთ რომ მე აუხსნია 51 ფსალმუნი 91 ფსალმუნი დაუწყე ლაპარაკი რა ხო რომელი გითხრა ძველი აღთქმი და თუ ახალი აღთქმი და გელაპარაკო და რაღაცა მოკლედ და ესე იგი რაც მამა გაბრიელი ძალიან აკეთხია ძალიან განათლებულია ჩვენ და რაც კი ვიცოდიო ბევრი ისინი მაქო წაკითხულია ბოლო ჟამის იმაზეო ყველაფერი თავიდან ბოლომდე მითხრა ყველაფერი აბსოლუტურად ეს მადლი ჰქონდა ამ ადამიანს აი ესეთი იმიტომ რომ სულიწმინდის მადლით იყო დაჯილდოებული და ძალიან ბევრს უთქვია რომ აი ესე აზრებს კითხულობდა რა და ეს ძალიან ესეთი საოცარი მადლი არის აი ამის გაკეთება საერთაშორის აი ამ ხათან დაკავშირებითაც რო გითხარით ამ ხათან დაკავშირებით ძალიან ბევრი ესეთი ესენია რა ხო ძალიან დიდი სიხარული ჩააქვს ხოლმე ეპარქიებში სადაც აი სულ ყველა აკვირდები ხოლმე რა ის ადამიანები ხო დებენ ხოლმე ძალიან ბევრი ძალიან ცნობადი ხატია ეს ხატი და თან მამაო ძალიან ახარებს ხალხს რა ეს ხატი მიუხედავად იმისა რომ ახალი შექმნილია რაღაცა სადაც არ ჩასულა ის სულ ყველგან ადამიანები ზარზე იმით ხვდებიან და დიდ ოვაციებს იწვევს და დიდი მადლი არის ამ ხატში და მადლობა ღმერთს და მადლობა მამაო თქვენ და მადლობა ჩვენ პატრიარქს რომ აი ესეთი რაღაცებს აი ეს არის აი დღეს დღევანდელ საქართველოში მამაო ესეთი რაღაცეებით ადამიანები ხალისდებიან და ღმერთს უახლოვდებიან და დიდი მადლობა ამის აი თუნდაც 2 საათი რო ადამიანს დახვდება და ვარდებს დაუფენს და ღვთისმშობელს ხო ეს აწყურისდეშო ხო პატისროცებს ამხელა ის არის ეს აწყურის და დიდი მადლობა და ეს მეორე ხატი აი ხელება პრობილი რო არის ეს ხატი კიდე მისი უწმინდესობის დიდი მეცადინო დიდი ისე რომ თვითონ ძალიან უწმინდესო ხელება პრობილი ლოცველი უნდა იყოს დედა ღვთისმშობელი აი ხელება დიდი ხელები თუ დათისეუნებოდა და მოკლედ აი აქ თქვა რომ ხვევით როცა იყო ამასთან ლაპარაკი თქვა რომ 8 სცენა უნდა იყოს რა და ეს სცენები არის მოციქულების წილისყრა როგორ მოხდა და დედა ღვთისმშობელმა როგორ მოიყვა წმინდა ნინოს შემოსვლა 13 ასურელი მამის
დედაღვთისმშობელი თანადგომა პარო იონა ექვთიმე ათონელთან როცა გამოეცხადა იონა ექვთიმეს რუკუტებოდა და მამა როცა ჩავიდა და განკურნებული დედაღვთისმშობელი გამომაცხადა და ქართულად ბრძნობდეო წარმოედგინეთ და იმის მერე ქართულა არ იცოდა კარგად ქართული და როგორ თარგმნიდა და რა ილარიონ ქართველთან დაკავშირებული ის იყო ესე იგი ივერეს სკოლა ხატის გამომზა გაბრიელ ბერის მიერ ეს წარმოედგინეთ ეს ხატი როცა წელი დაკარგული იყო ეს ხატი და ათენზე მარტო ივერონში მივიდა დღესაც ხო იმას ივერონი ქვია არ არის ეს საოცრება და ვინ გამოაბზანა ხო ქართველებმა დააფუძნეს ეს ივერონი და ვის თქვა დედაღვთისმშობელი გაბრიელ ბელმა გამომაბზანოს ეს ხო საოცრება არის მართლა და აი გაბრიელ ბერი შევიდა ზღვაში ფეხით და გამოაბზანა დედაღვთისმშობელი სადაც გამოაბზანა და აბზანა წყალი ამოხეთქა საოცარმა წყალმა ხო ესეც ხო რაღაც საოცრება იყო რა გაბრიელ ბერის და ძალიან მიყვარს ეს რა ქვია მონღოლთან ეს ნოინის მდგომარეობა გახსოვთ ალბათ რა ქართველები როგორი საქმეს რა ქვია ცოტანე იყვნენ მაშინ ამა თქვენს ეს რომ როცა მოკლეს ისა ქართველებმა მოკლესო და როცა დაიჩოქებენ ქართველები და ესეთ ლოცვას აყოლენენ მოწყალებისა კარი განგვიღი კურთხეულო ღვთისმშობელო რომელსაც შეგეც არა დავეცენ არ განმერწინათ რა შეხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა და აი ეს ამხელა მეომრები ქართველები სამჯერ დაიჩოქეს და რა მოაწყო დედაღვთისმშობელო გამოეცხადა იმ ადამიანს და უთხრა რომ გასულიყო და წარმოედგინეთ როგორ დაიცვა საქართველო და საერთოდ როგორ დაიცვა ეს ადამიანი მაგრამ როგორ გვიცავს ყველა ჩვენთაგანს ეს საოცრება არნახული არის ეს რა ამ ხატის ყველა ცხოვრებნება ყველა ბიზნეს ასოციაციამაც მიიღო მონაწილეობა ამ ხატში ძალიან ბევრმა დედაეკლეს სამწყსოზე ცირა და უმრავლესმა ნაწილმაც და რა ვიცი იცით რა არის ეს საერთოდ წმინდა ნინოს საქართველოს შეუძანა 1700 წლის სავსე ახლა შექმნილი ხატი ღვთისმშობლის საქართველო არის ჩვენი ერის ჭეშმარიტ სარწმუნოებში გამთლენების საღვთო გვირგვინი არის მართლაც ესეა და ძალიან დამაინტერესა ერთხელ რომ მეკითხა მამა ჩვენი პატრიარქისთვის მოეწონა თუ არა და თქვა რომ ეს არის ერთ-ერთი საოცარი ხატია ძალიან მომწონს ეს ხატია და მადლობ უფალს რომ ესეთ როგორ არის საოცრად როცა აკეთებ რაღაცას აკეთებ ისე არასდროს შენი იმითი არ უნდა გააკეთო რა როცა უფალს ნებავს როცა დედაღვთისმშობელს ნებავს და ესეთი რაღაცა გააკეთება ეს მადლის მიერ მდგომარეობა მაგრამ როგორ არის იცი ამას აკეთავს ბრძოლებიც ხო მარტო ისეა ჩვენ ბრძოლები თუ არ არის მე ეს ბრძოლები გადავიტანე თქვენ ამდენი რაღაც დაგიშავთ მე ეს ბრძოლები გადავიტანე როროტის ბრძოლები გადავიტანე საშინელი ბრძოლები გადავიტანე არნახული ბრძოლები და ეს ისეთი რამეა რომ ამას თუ არ ამას რო გადაიტანე მე მერც ხედავ და როცა უფალს დაინახავ შენ რომ აი აქედან ამიტომ ყოველთვის არის ესეთი რაღაც არასდროს ადამიანმა ადამიანი არ უნდა განეკითხოს და ეს არესთან როცა დავდია რა მამა უნოფრი არასდროს ერთი ადამიანს არ განკითხო მამაშვილური დამოკიდებულება რომელიც არის ეს აქ პატრიარქს იცით როგორი აქ პატრიარქს დამოკიდებული არ ყოფს არავის და არ უყვარს ის გაყოფა არასდროს არავინ არ განუკითხია და მამაშვილური დამოკიდებულება იცით რა შეიძლება ვიღაცამ შეცოდა ვიღაცა დაეცა ვიღაცა მამაშვილურად უდგება არჯის იმას არასდროს პირიქით ეფერება რომ გზაზე დააყენოს აი მამაშვილური და მრავალ მამამ თუ გააგდო შვილი მაშინ დაიღუპა ეს არ არის მამა აი ესე დიცულოვანური ისენი აქვს მის უწმიდესობას თავისი მოვაწეობით აი ამითი არის გამორჩეული და მე ადრეც გეუბნებოდით მამა ონოფრიოსი რო იძახის ჩვენ პატრიარქს ესეთიო თქვენ მაშინ არ ყოფილა რაც შექმნა მან შეგიქნათ ყველაფერი მან გააკეთა საოცარი ადამიანი საოცარი პატრიარქი ყავთ რა არნახულიო ხო და აი ესეთი არნახულ პატრიარქთან ხშირად ახლოს უნდა იყო რომ მისი აზრები წაიკითხო მაშინაც გითხარით იცი იმდენი რამე იცის პატრიარქი გაბრძნობილიაო სული წმინდის მადლი თუ წარმოედგინეთ და ჩვენ რო გითხრას ვერ დავიტევთ ვერ იტევენ ადამიანები ვერ ვიტევთ ადამიანები ესეთ დიდ რამეს რა მაგიტომაც ვერ მე მინდა ეხლა ისიც რა არის ეხლა როცა გითხარით ბოროტის სხვადასხვა ეს უთქვას მამა ბევრჯერ ეპისტოლებში რაღაც ნამიოკები და ვერ დაუტევიათ მამაო და მაგიტომაც არის რომ ბევრ რაღაცას არ ამბობს და რა ვიცი ესეთ დიდი პატრიარქი რო ყავს აი ჯერ რამხელა მამაო რამხელა ის არის
მიმართულებას როგორ გვაძლევს, რომ საერთოდ თითქოს მზად არის ყველაფერი, როცა პატრიარქი ყავს ესეთი რა და მადლობა ღმერთს, რომ ეს ადამიანი არსებობს, იმიტომ რომ დღეს ეხ ჩემს მართლა სანაკებო ადამიანები რო ბრძანდებით ესასულიერო პირები მაგ ადამიანის დამსახურება, იმიტომ რომ სამ მაგალითი თქვენთვის ის იყო, ხო და ხო და მადლობა ამისათვის, აი პატრიარქს ყოველ ჩემ მთელი ცხოვრების მანძილზე რაცა უნდა მოხდეს ყოველთვის დიდ მადლობას ვეტყვი და მადლობა ღმერთს, რომ ეს ადამიანი საქართველოში გაჩნდა და მადლობა მამაო თქვენ, რომ ესე რაღაცნაირად აი პატრიარქს ამ ხას აცოცხლებთ, ის ამით ხარობს ხოლმე მამაო და თქვენაირი ბევრი სასულიერო პირი ყავდეს, ძალიან მინდა. ჩვენ შეგვინდა რომ მივბაცოთ პატრიარქს, მაგრამ ვერ ვბაცავთ. როგორ მიბაცავთ? ძალიან დიდ დააღრმა და ის არის. მადლობა უფალს რომ ესეთი პატრიარქი ყავს. დიდ განსხვავება. რამედოდა ეხა ამომეკითხა ესეთ რა არის. ადრე მეც მქონდა და ყველა ადამიანს აქვს ესეთი რაღაც. აი პატარა ესეთი ისინი მინდა ამოვიტყვეთო. არსებობს ესე ბოროტიქსა და შფოთვები. მუდმივი შფოთვის გომარება ეს დემონის თაყვანისმის ფორმაა. უფალი გვასალის რომ ყველა ჩვენი საზრუნავება მას მივანდო და არაფერზე ვიფიქროთ. ყველაფერი რაც კეთდება ღმერთს უნდა მიანდო. ეს ფოთვა არის ბოროტის. როცა ამათება ცუდი სიტყვა საკუთარ ცხოვრებაზე. ესეც ბოროტის რაღაცა საშინელი დამოი. არ დართონება შის გმართოს. ესე იგი დემონი მატყუარაა. ღმერთს არ მოუწია შენთვის შიშის სული. მტერი თესავს ეჭ შისა და გაურკვევლობას, რათა ხელი შეგისალოს გახდე ისეთი, როგორიც ღმერთმა მოგიწოდა, გახსოვდეს უფალი წინ მიგიწვის. ყოველთვის შენთან არის, ამიტომ არ არსებობს შიშის მიზეზი. ესეთი მისწრაფება ყველას ასიამოვნო. ეს არის შეწყვეტა გადაწყვეტილების მიღება, იქიდან გამომდინარე თუ რა სიტყვიან შენზე სხვები. როდესაც ღვთის გზას გადგახარ, ყოველთვის არ დაგაფასებენ, იმიტომ რომ შენი გადაწყვეტილებები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოების საყოველთაო აზრს. ამის მაგივრად ყოველთვის ეცადე ასიამოვნო ღმერთს გაახსოვდეს ღვთისკენ მიმავალი გზა სავსე ასეთი წინააღმდეგობით და ეს შენი გზა იყოს დალოცვილი. ეს არის საოცარი რა, როცა შენ ადამიანი შეეგუები ამ გზაზე სიარულს. და მე ახლა მინდა ერთი რაღაცა გითხრათ, რა არის ლოცვებთან დაკავშირებული რა. არის ჩვეულებრივი ლოცვები, როცა ყველა ჩვენთაგანი ვლოცულობთ, გვაქვს რაღაცა ლოცვითი ურთიერთობები უფალთან მიმართებაში, მაგრამ აი რამდენიმე 9 სახე არსებობს თურმე ლოცვის რა. და რა არის ეს საფეხურები რა? აი არის მეხუთე საფეხური. ჩვეულებრივი ლოცვა არის მეხუთე საფეხური, როცა შეალოცულო უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მეცოდვილი. ესე იგი ეს მეხუთე რა არის? როცა აი გონებაში არის რა, გონებით იტვირთება ეს და გონებით ეს არის. და მეექვსე არის, როცა გონებით ამას ძალიან დიდი მეცადინეობა და ძალიან დიდი სწრაფვა ჭირდება ღამეების თენებაც რაღაცა რომ მიაღწიო შენ ამას 1000 კაცი ერთი აღწევს ასეთ რაღაცას რომ აი გონებიდან ეს ლოცვა ჩადის გულში. გეწყება რაღაც ფუგულისისა და რომ ჩადის ეს ლოცვა გულში. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ერთი მოძღვარი იძახის რომ მევიცოდე ადამიანი რომელიც 2 საათი და 10 წუთი როცა აი ამ იმაში იყო წარმოიდგინეთ ამ ლოცვაში 5 ცალი ცხვირსახოცი გაუწურეთ ცრემლებითო. ისე ტირო დაღოთ ეს ცრემლები სიხარულის ცრემლებია. როცა უკვე უფალი შენთან შემოდის, თქვენ წარმოგიდგენთ რა ხდება ესა. და არსებობს ესე იგი აი ესეთი აღმატებული რაღაცა საოცარი ლოცვები რა. ხო და ამის შემდეგ არსებობს ესეთი ლოცვა მოქმედებითი ლოცვა და ესევე ყოვლის მხედველი ლოცვა. და არსებობს ჭორეტითი ლოცვა. ეს ჭორეტითი ლოცვა არის რომელიც პავლე მოციქულს მიეცა რა. და ჭორეტითი ლოცვა რა არის? ისე ვინც ხედავს ამას. სხვათა შორის მამა გაბრიელე ციტოდა მე შემიძლია იქ მოხდე მან როგორც რა ქვია პაისის ისე პორფირისაც ესა ვინც ესეთი იმედიანია დაჯილდოებულები ну თქვენ გააგონდებით ისეთი რაღაცებს აკეთებ აი ესეთი ქონდა პაის მესამე სამდე როა იყვანაო არის ცოტა ხორჩი იყო თუ ხორჩის გარეთ მამა პაის ეს პავლე მოციქული წარმოიდგინეთ რა აი ეხლა რაზე გავამახვილე აი ყურადღება თქვენ წარმოიდგინეთ რა არის ჩვენი ცხოვრების არსი რა ჩვენი ცხოვრების არსი არის ის რომ როგორ მივიდეთ ღმერთთან როგორ მივენდოთ უფალს
დაგავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით. და სხვათა შორის ძალიან კარგი რამე არის ესეთი ჩვენთან არის ესეთი რამ თბილხარ შენოფალოს დამფუძნებელს ალექსი მოსიაშვილი საოცარი ადამიანი რომელმაც მოიფიქრა ესეთი რაღაცა რომ წუთიანი გადაცემები გავუკეთებიო და მე ძალიან მომწონს ეს წუთიანი ერთ წუთი შეგიძლია შენ საოცარი რაღაცები ისაუბრო რა ესე მამა იოანეს ჭედლიშვილის ის არის სულიერი შვილი და ჯერ მამა იოანემ დაიწყო და მე შევერთი ამ წუთიან იმას და აი ესეთი წუთიანი ისეთი არის რა ნახეთ როგორი რაღაცა შეჩერდი ადამიანი ცოტა ხანს ჩამოჭიქი. გაეკეცი წუთისობლის ორომტრიალს და დაფიქრდი რას აკეთებ. ვინ ხარ და რისთვის ცხოვრობ დედამიწაზე? ვის მიმართავ და რას მოითხოვ მისგან? ვინ შენი გადარჩენისის ხოლოჩობილი ძე ჯვარზე გააკრა? ვინ შენი სიყვარულისის მოკვდა? ჯოჯოხეთიდან დაგიცვა. გვასწავლა გზა და მხოლოდ ერთი რამ დაგავალა, ისწავლე ჩემგან. მომენდე და გამომყევე. რადგან მე ვარ გზა და ჭეშმარიტი სიცოცხლე, ვისაც უყვარვარ, დაიცავ ჩემს სიტყვას და მამა ჩემი შეიყვარებს მას, ჩვენც მივალ და მასთან დავივანებთ. მე წარმოიდგინეთ რა ხდება, ესე იგი, თუ შენ ამას გააკეთებ, რა. თუ შენ შეიყვანებ, აი რა, ადრეც თქვენთვის მithmos მაშინაც რა, ესე იგი, მამა ონოფრიოსი რას მეუბნება, რომ თელ საქართველოს უთხარი და ყველა ადამიანს რომ გაახმოვანეო ესა რომ თავარი რაც იქნება რა ჟამის დგება ეხლა ზემე ჟამში შეიძლება გადავიდეთ ეხლა არ ვიცი ზუსტად მაგრამ რასაც უყურებთ ესე ჩანს მაგრამ რამე და მე დაგითხრათ რომ ესე იგი როგორც კიო ერთი რამ შეიყვარე ღმერთიო თელი გული თელი სული თელი გონებით შენი მიენდეთ უფალ თავიდან ბოლომდე ამას თუ გააკეთებთო ესე იგი ბოროტის მანქანებიდანაც დაგიცავთო უფალიო დაგიცავთ მიწისძვრიდანაც დაგიცავთ ომებიდან და ყველაფრიდან დაგიცავთ და გაცხოვნებს ღმერთიო რა ოღონდ ეს მინდობა რა არის ესეთი როგორი რაღაცაა ესეთ რომ თუ შენ მიენდობი უფალს შენ აძლევ იმას რომ მან წარმართო შენი ცხოვრება და არა შენ და სხვათა შორის ამას აკეთებს მისი უწმინდესობა. აი ჩვენთან დიდი მაგალითი რა არის ჩვენი უწმინდესობის ყველაზე დიდი მაგალითი. მინდობილი უფალთან. მაგით გვატარა ფაქტია. ხო, აი მინდობილი უფალთან და რა არის? ვინ გვატარებს? პატრიარქი უფლის დარიგებით. ყველაზე საოცარი რაღაცა ერთ-ერთ ადამიანს კითხე რომ იცი მეთქი რაღაცნაირად ვიქადაგი ამაზე მეთქი და ძალიან ცოტა ხალხმა უყურა თქო რა რატომაც არა იცი რა ძალიან უჭირს ადამიანს ამის მიღება ვისაც აქვს თავისი მე და თავისი ისა რომ აი თვითონ არის იმას უჭირს რომ ვიღა უფალს მიცეს ნება რომ შენ წარმართე ჩემი ცხოვრება აი ესეთ ადამიანს უჭირს ესე ყველა ვერ ხებულობს ხვდებით ზუსტად მართალია ყველას არ შეუძლია რომ ის დაიტიოს. მაგრამ თქვენ წარმოგიდგენთ ეხლა რაც ეხლა მე თქვენ მოგიყევით გულში რო ჩადეს ეს ლოცვა 2 საათი და 10 წუთი ადამიანი რო ტირის ღმერთი რო შენში შემოდის. თქვენ წარმოგიდგენთ რა მადლი აქვს იმად რა ყველაფერს რო ხედავენ და იმასაც კი იციან რომ შენ რა სიძახის ხვაზე როგორ იმაშება და აი ზუსტად ესეთ ადამიანებს რომლებიც ხედავენ უფალს და ხედავენ და უფალია მათ შენს არ არსებობს იმათმა ვინმე განეკეთა მაგრამ ამავე დროს იმ ადამიანს აქვს დიდი სინანული სულ ყველანი იმას ეუბნებიან რომ უფალო შემიწყალე შემინდე მეწოდის კიდევ ემას იძახია აღიარება თავისი რასაკვირველია მამა გაბრიელი წარმოიდგინეთ რა სიძახოდა რომ მე საშინელე ნაგავი ვარ და საშინელება ვარ და რა ყველაზე ცოდვილი და ყველაზე ისე მიუხედავად რამხელა მადლის მატარებელი ადამიანი იყო მაგრამ ამას იძახიან იმიტომ რომ როგორ შეიძლება შენ თავზე რა დიდი წარმოდგენა გქონდეს ეს ხო შეუძლებელი არის რა ამიტომ თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ ძალიან ძნელი არის რა სხვათა შორის მამა ორჯერ შეეხეთ იმ თემას და რო არ კითხოთ არ შეიძლება რომ აი სხვისი ისო არ უნდა მოქმედებდეს შენზე აი არ უნდა გაინტერესებდესო და ხშირ შემთხვევაში თქვენ რასაც ამბობთ ხო ეგ არის რომ ჩვენი სიამაყის და გამო გაინტერესებს სხვა რა სიტყვის ის რა სიტყვის ამ ეს რა სიტყვის და ანუ ფაქტიურად შენ ღმერთი კი არ გმართავს ის ადამიანები გმართავენ რომლებიც შენაირი ცოდვილები არიან და შენაირ ცუდ საქმეებს გაკეთებინებენ მე იმიტომ რომ
მათნაირს, იმიტომ რომ რაღაცნაირად მათ მოთხოვნები რომ დააკმაყოფილო. სულ გაინტერესებს, აუ იმან ეს არ თქვას, მოდი ახლა ამას უღარს არ ვეტყვი, მე ამ ცოდვას ჩავიდენ, იმიტომ რომ მე ამას ეწყინება, იმას ეწყინება და ფაქტიურად ისინი. აი ეს როგორ უნდა მოიშოროს მამაო ადამიანმა, აი რითი შეიძლება დაიწყოს, იმიტომ ეხა აი პატრიარქს ელემენტარული რომ ეთქვა რომ აუ ის რა სიტყვის, ესა სიტყვის, ხო? მაშინ რომ გაითვალისწინო ეს ყველაფერი, ესე წინ ვერ წაწევდა საქართველოს და ამდენხას ვერ ატარებდა, ხო? თუ შეიძლება მამაო, აი როგორ მივამდოთ? აი ეს არის მინდობი უფალზე. როცა მიენდობი უფალს, აი ცხოვრობ ღმერთით რა. ხდებით და ამას მოპოვება ჭირდება ამას. ადვილად არ ხდება. და ამიტომ ეცეთ რა არის. რაღაც საფეხურება წინა ქადაგებებში და იმაში მქონდა ესეთი რაღაცები, რომ არის ესეთი ცოდვები, რუშობა, სიძვა, ამპარტაონება, პატიმოყარეობა და ბევრი ცოდვები ესეთი, რომელიც არის ცოდვა. გაიგეთ? როცა ამ ცოდვებით ადამიანი იჭება. არის ესეთი რაღაცები, როცა თუ შემოტრიალდები შენ და მიენდობი უფალს, არის შენში სიკეთე, სიყვარული, მემტოებლობა, პატიება, ყველა გიყვარს და მიხვდით, აბსოლუტურად განსხვავებულია ეს ყველაფერი. მაგრამ ამიტომ და მე მეთქვა, რომ ყოველთვის ხდება ესეთი რამე, როცა ერი და ქვეყანა ცხოვრობს ისეთ გომარეობაში, რა უფალი არ ახსოვს, არაფერი აღარ ახსოვს, გარყვნილებაში, უბედურებაში ამ დროს, მაშინ უფალი უშვებს განსაცდელს. ჩვენთან ესეთი განსაცდელები ბევრი იყო, მაგრამ უფალი მაინც არ გტოვებს. ნახეთ რა ხდებოდა 100,000 მოწამეზე, თვითონ იძახოდა, ჩვენი ბრალიაო ესე რომ დღეში რომ ჩავარდითო. მაგრამ იყვნენ ესეთები, რომლებმაც ხათფეხი არ დაავიჯეს, არც მაცხოვრისად და ეწამნენ. მაგრამ ღმერთს კი არ გაწავა, მოწამეუბრად შერაცხა ის ადამიანები. ღმერთი არ გტოვებს არასდროს. აბსოლუტურად მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. შენ თუ ადამიანი ამას ვერ ჩაწოდები, არა, ეს ურთულესი მდგომარეობა არის რა. ამიტომ ყოველთვის ადამიანმა უნდა აირჩიოს ან ღმერთი, ან ჯოჯოხეთი. ორი რამ არის. მესამე გზა არ არსებობს. აბა შენ თუ ადამიანი გაიაზრებს, რომ რა ტანჯოა ჯოჯოხეთში და რა ხდება საერთოდ, ხო? ამაზე ხო გაოგონებულია. ადამიანი არა თქვენ წარმოიდგინეთ რომ რამდენი ადამიანები რომლებიც მოუნათლავები იყვნენ ადამიანი რომელსაც ღმერთი არ სწამდათ ადამიანის რომლებსაც გაურბოდე დასცინოდნენ უფალს თქვენს იცით და ჩვენს იმაშიც ბევრნი ყოფილან ესეთები ხო ხო მაგრამ ყველა ადამიანს ხო გვეცოდება ესეთი ადამიანი როცა ესე დღეშია მაგრამ მე ყველაზე დიდი ის არის კიდე მორწმუნე ადამიანი თვით დაჯერებული არავსოს არ უნდა იყოს მაშინ არ ითვლები ხო მაშინ რომ თვით დაჯერება არაფრით არ შეიძლება რა იმიტომ რომ თუ არ ცხოვრობ ისე როგორც უფასნებო ძალიან ძნელია ცხოვრება. ამიტომაც გითხარით რომ არ განკითხვა, არ ისა განყოფა, ან ისა მამაშვილური დამოკიდებულება, რომ აი ხო წარმოიდგინეთ რა ყველას ყავს შვილები და შენ შვილს ხო გინდა რომ ისეთი რაღაცა გაუკეთო, რაც მისთვის კარგი იქნება, ხო? და ხო არ გინდა ისეთი რაღაცა გაუკეთო, რომ გააგდო სახლი. რომელი მამა ან დედა გააგდებს შვილს? როგორიც არ უნდა იყოს რა. აი კაცის კვერი ნარკომ ყველაფრის ჩამდენი გააგდებს მამა და დედა, როგორ გააგდებ? ეს ხო შეუძლებელია შვილის გაგდა. თუ პირიქით უნდა მიხედო. ნახეთ პატრიარქის სიტყვები, საოცრად მომწონს ესეთი დარიგება. ნახეთ რას ბრძანებს თქვენ ყოველთვისო ცდილობთ რომ დაუწყოთ თქვენ შვილსო ესე მოიქესი ესეთია და ისეთია და რაღაცებს და იმან ეს არ გინდათ უფალს ხოვეთო და დედა ღვთისმშობლოსო და ის მოგიგვარებთ ყველაფერსო ამას იძახო და პორფერი კავსო კალიველი რა რომ თქვენ აი ესე მიმართეთ უფალს მიმართეთ და ის მოგიგვარებთ და მოკლედ იცით რა არის ჩვენ გვმართებს ესეთი ცხოვრება რა უფალთან ყოველწუთში ყოფნა. იმიტომ რომ თუნდაც ის განსაცდელები, რომელიც მოიწევა შენ და ის გასწავლის როგორ უნდა გამოხვიდე და როგორ უნდა დადგე. სად იყავი რა? წარმოიდგინე ჯოჯოხეთიდან ამოყავხარ უფალს და სასწაულებს გაძლევს და სიყვარულს გბადებს შენში და საოცრებას გაძლევს რა რომ შენ რაღაცნაირად და მე გიხარია უფალთან როცა ხარ რა ხედი ამაზე დიდი საოცრება არ არსებობს რა. ეხლა რა პერიოდში ადამიანი და თვითონ აი ეპოქა რა პერიოდი არის რომ აი რთული არის თუ აი რა დღეში არის საერთოდ საქართველოს და
აი ერი საერთოდ მთლიანად მამაო თქვენ რომ ამბობთ რომ ის იცით რა არის საერთოდ როგორია იცით რომ თქვენ დაკვირვებით აი რას ფიქრობთ აი ახსარებებზე ხომოდიან ის აი რა დასკვნასდებთ თქვენ როგორ არის იცით რა საერთოდ ესეთი რაღაცა მაშინ რასაც რომ გეუბნებით არაზუს მე მქონდა ესეთი ჩვევა განკითხვისა და როგორც კი მამა ონოფრიოსმა და რამდენჯერმე მეთქე ჩვენი პატრიარქის ამას გვარიგებდა და დღესდღეობით გვარიგებდა მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არაცეთი ადამიანს არ იცი როგორც კი შენ განკითხვას დაიწყებ და დაიტყვი რომ ის პიტატესია თუ ის კარგია და ის ცუდია ეს დადიდანაშაული არის იმიტომ რომ არის არ მოხდეს წინან უკანი გახდნენ და უკანან ეწინა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შენ ყველა უნდა გამოასწორო მეორეც ერთი ახლა ადრეც გითხარი და მე ვკითხები მამა ონოფრიოს რომ იქნებ მითხათ მეთქი მესამე მსოფლიო ომის როდის დაიწყება მეთქი და ანტიქრისტე როდის მოვათქო იცი რა მე შენ რომ მაგას არ გეტყვიო მაგრამ მე ერთ რაღაცას გეტყვი შენო რა რომ როცა დაიწყება მესამე მსოფლიო ომიო მთელი მართლმადიდებლური სამყარო გამოაცხადებს რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო და ანტიქრისტე მალე გამოჩნდება ამიტომ აი ესეთი ის არსებობს. ამიტომ მე ხა ძალიან ბევრ ინფორმაციებსაც ნახულობ, ძალიან მამე ბევრი ლაპარაკობენ. როდის რა იქნება ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ყველა ადამიანი ხონდა ვემზადებოდით. ეხლა რომ გითხარით მამა ონოფრიოსა რაც მიცხრა, რომ თუ მიენდობი, თუ შეიყვარებ ღმერთს და მიენდობი ბოროტის მანქანებიდან გაგათავისუფლდა და შემოდის უფალი შენშიო და გიხსნის და გაცხოვნებსო და თუ ამას ეს გვიჭირს ამის მიღება, აი როგორ უნდა მივიდეთ მაშინ უფალთან ხო კითხვაც ისმება რა. აი რა უნდა გავაკეთოთ მაშინ? რა ვქნათ? ამიტომ გადარჩენის გზა ეს არის. თუ გვინდა გადარჩენის გზა, გეუბნება აგერ სტარესი არის, რომელიც აი ესეთი მადლით არის დაჯილდოებული, წარმოედგინეთ რომ მივედი მითხრა რომ ესეთი იყავი და მე ესეთი გახდი, შეიცვალე, ახლა ესეთი იყავი, მე შენთან ჩამოვდივარ და გრახულობ როგორ ცხოვრობ და რა ხდა და ყოველთვის ადამიანს უნდა უხაროდეს ერთი რაღაცა რომ ძალიან კარგი არის მოლოცვები, მე ძალიან მიყვარს ეს მოლოცვები და ხშირად დავდიოდ, მაგრამ ადამიანი რომელიც ესეთი ადამიანი არსებობს, რომელსაც შეუძლია და შენი ცხოვრება გითხრას და დაგარიგოს ისე რომ ვერავინ და ვერ დაგარიგებს, ეს ხო საოცრებაა. და ბოლოს რო ვიყავ ერთი საოცარი რაღაცა უნდა გითხრათ. რაღაცნაირად მქონდა ესეთი პრობლემები რა, კომისიათა რაღაც ესეთი ისა. ჯანმრთელობის ხო მამა პროფესორ მითხარა, მოკლედ უფალმა განკურნაო, შენო ამ ყველანაირი დაავადებებისგანო და მართლაც ეხლა რო ჩამოვედი აბსოლუტურად სხვანაირად ავარდა. აი მართლაც უფალი სასწაულებს გიხდენს ყოველ წუთში და აი შენ თუ არ ირწმუნე ღმერთისა და თუ არ მიენდე უფალს მაშინ აი არ ვიცი ისეთ რამებს გეუბნება და ისეთ დარიგებას გაძლევს როგორ უნდა მოიქცე რა უნდა იკითხო რაზე უნდა იქადაგო რა უნდა ადამიანები როგორ უნდა გიყო აი ისეთ რა არის ეს არის ღმერთის სიყვარული რა აი ღმერთი აი როგორ უყვარვართ რა და წარმოედგინეთ იქადაგეო მეუბნება რომ შეაყვარე უფალიო ადამიანებს რომ გაცხოვნოს ღმერთმა წარმოგიდგენთ ღმერთს როგორ უყვარვართ ჩვენი ცხონება და გადარჩენა უნდა და რა ვიცი ხა მამაო თუ შეიძლება რომ გკითხოთ ესეთი ეხა აი ღმერთის შეყვარება როგორ შეიძლება რომ სხვა შეაყვარო აი ჩვენი საქციელი რა უნდა იყოს და აი რა იმიტომ რომ აი ხო ნახეთ აი მამა გაბრიელი ჭრეტდა ჩვენ ფიქრობდით რომ სიტყვაზე ეს ეხა უკადაგებდა და ისე უკადაგა რომ საერთოდ ვინც არ ელოდა და უფრო მოექცა ხო აი ეს როგორ უნდა მიხვდეს მამაო აი სად უნდა მოზომოს იმიტომ თქვენ გარდა იმისა მოძღვარი ხარ ძალიან ბევრი მოძღვარი ხავთ გაზრდილი და წინამძღვარი ხარ ამდენი ხნის და ბევრი ადამიანი მოგიბრუნებიათ აი რა თვისებები და როგორ უნდა მიუხვდე ადამიანს აი ხო აი რომ შეიძლება ზოგი არ იყოს მიმღები იმ წამს ხო ზოგი არის მიმღები აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა შევაყვაროთ ღმერთი აი რით თავიდან აი რაღაცა საწყისები თუ შეიძლება დიახ იცი რა არის აი მაგალითად ესეთი რაღაცა ეს გვიჭირს მამა სხვასთან მიმართება და აი ხა ესეთი რაღაცა გითხარით მე რომ მე გამოვიარეთქო ეს მძიმე პერიოდები და სხვათა შორის მაგისტვის მადლობ უფალს რა ყველაფრისთვის მადლობ იმიტომ რომ განსაკუთრებულად მაგისტვისაც იცით რომ გამოვიარე მე ჩემი თანხის დავინახე სხვა ადამიანების დავინახე და საოცარი რამ არის ნუ როგორ მოხდა ესა და ჩემი იქა მისვლა და ეს ყველაფერი ღვთისგანგებით ხდება
ღვთის განგებით მოხდა ესეთი რაღაცა, რომ უკალ მაინება, რომ ასე ამ ადამიანთან მოღვედრილიყავი და ამ ადამიანის დარიგებები და ისინი ვესწავლ. ეს ადამიანის ციცახის და ყველა დიდი მამები ერთ რამეს იცახიან. შენ უნდა იყო მიმტევებელი, მოსიყვარულე, მომფერებელი, ამქადაგებელი და უნდა გიყვარდეს ყველა ადამიანი და უნდა კონდეს ისეთი რამ, რომ შენ ადამიანმა უნდა იფიქროს, რომ როცა შენ ქადაგებ უფალზე, ეუბნები რომ ღმერთი გიყვარდეს, მიენდე უფალს, გესმით და ესე კონდეს ისეთი სათნოებები, რომელიც ახლა არის სულიწმინდის სათნოებები, ეს ყველაფერი აღწერილია, როგორი გაჯილდოებს უფალი, აი მადლით გაჯილდოებს, რომელიც შენს ამას შენ რო დაინახავენ, მე ხვდებია. ეხლა მაგალითად ყოფილან ეხლა ესეთი ადამიანები, რომლებიც ეხლა ესე მეუბნებიან, რომ ეხლა რაც შენ დაიწყებ ამ ონოფრიოსა სიარული აბსოლუტურად სხვანაირი გახდიო. სულ სხვანაირად აბსოლუტურად შეიცვალეო რა. და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ იმას შენთან უნდა ურთიერთობა, გესმით? და იმას უნდა რომ აი ამდენი ათასობით ადამიანები ჩადიან მამა ონოფრიოსთან და საოცარი ისაქვთ რა, გაოგნებულები ჩამოდიან. იმ დღესაც რო ვიყავ ერთმა ადამიანმა რა თქვენ გაგვაცანეთ მამა ონოფრიოსი და ესე ვიყავი და რეები გვითხრა და რა, აი ეს სასწაული ადამიანი რომელიც მას მიიღო ეს მადლი სულიწმინდისა და ესე ცხოვრობს რა ვიცი, იმიტომ რომ საერთაშორის რა მინდა რომ გითხრა, ძალიან ძნელია ადამიანებთან ურთიერთობა, რა თვალსაზრისით. როგორც კი ვიღაც ვინმე შენიშვნას მიცემ, იქ დამთავრდა შენი მდგომარეობა. იმღებლობა რა. იქ დამთავრდა შენი რა, ვერცერთი ადამიანი ვერ იღებს შენიშვნას. თუნდაც ჩვილი იცილს. თუნდაც ვერ ისი ბრალია მამო, ეს რა ამ პარტავნები, სიამაყის ბრალია. ჩვენ როცა არა გვაქვს მდგომარეობა. როგორ მივიღოთ ხო და აი ეს არის მუშაკობა უნდა ამასთან, რომ ხშირად უნდა იკითხო, სახარება უნდა წავიკითხოთ, მამების ცხოვრება უნდა ვიკითხოთ სულ და უნდა მივიღოთ ისე როგორ მოემზადნენ, როგორ ემზადებოდნენ მამები ამისთვის, აი თამდაბლობისთვის, მიმტევებლობისთვის. მაგ წაკითხული ესეთი რაღაცა, როცა ევედრემოდა და დამამდაბლე, უფალო ბოლომდე დამამდაბლე. და როცა მივედი ამ სტარესთან, მანაც ესე მითხრა, რომ თავი დაიმდაბლე ბოლომდეო რა. წარმოგიდგენიათ? ეს რას ნიშნავს ესე თავის დამდაბლება? ეს არის, რომ შენ თავში დიდი წარმოდგენა არ კონდეს რა. როგორც კი გექნება ეს წარმოდგენა, ეგ არის სიამაყის გომარეობა რა. აუ ძალიან რთულია, მამა, დღეს რო წარმოიგეთ, ხაი აი სიტყვაზე ადამიანმა რო ესე იმას ქნას. 3 წუთი დარჩა სხვათა შორის, მამა, ბოლო როგორ გაგვეცი? აი ხა, მინდა ესეთი რაღაცა მოგიკითხა. რა გვევალება ქრისტიანებს, რა უნდა მოვიმოქმედოთ სულიწმინდის მოსახვეჭათო. მხოლოდ ერთი რამ, შევიყვაროთ უფალი მთელი გულით, სულით, გონებით, მივედოთ მას თავიდან ბოლომდე და მივცეთ ნება იმოქმედოთ ჩვენში, არა როგორც ჩვენ გსურს, არამედ როგორც მას სურს. მოსიყვარულე მამა გასკერით გზას და გველოდება, რათა შემოგვეგებოს, გულში ჩაგვიკრას და პატივით დაგვაბრუნოს სახლში. დიდება და მადლობა უფალს. მიხვდით რა ხდება? მამა და მე და მამა ერთად გაითავისეს. ეს ხო არ გაითავისეს, ესე ლაპარაკი რაღაცა არ გამოდის. ხო, და ამას რო გაითავისებ მე სულ ერთი ხდება, იქ შენიშვნა იქნება მიმღებლობა რაღაცა იმას, ყველაფერს იღებ, თუნდაც ისა რა ქვია, შენთვის შეიძლება შენ სიამაყაზე არ იმოქმედოს, იმიტომ რომ შენ არ გცალე, იმიტომ რომ ღმერთცელოდები რა, ღმერთთან შეხვედრას და ეს დაგვავიწყდა მამა სამწუხაროდ ჩვენ და აი კაი იქნება თუ სულ გვემახსოვრება ხოლმე, მაგრამ სხვათაშორის მამა რაღაც გარკვეული ასაკი არის ხოლმე, მე გახსენებს რაღაცნაირად აი ისე ხდება ხოლმე, რომ ბოლოს მაინც ღვთის წინაშე თავს იხრი რა და მადლობა ღმერთს რაღაცნაირად ხდება ხოლმე ეს ყველაფერი და მამა ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, თუ შეიძლება ერთი მამა მარკოზი არის უცხოეთში არის სამკურნალო და დღეს მომწერა რომ ვიცი რომ მამა ილიასო იცნობ და შეიძლებაო რომ დამლოც ბერი არის მამაო რა და სამკურნალოდ არის წასული მამა ბენიამინის მონასტერში ცხოვრობდა და იქ არის ძალიან ისე რთულად იყო და წავიდა სამკურნალოდ მამაო და თუ შეიძლებაო რომ ერთი სურვილი მაქვს მეთქი რა სურვილი აქვს მამა ბენიამინი ძალიან დიდი სულიერი ადამიანია მისი სულიერი შვილი თუ არის ძალიან კარგი ადამიანია მამა ბენიამინი კი საოცარი და დაალოცოთ მერთმა დაალოცოს და დედაფიშობელმა დაალოცოს მამა მარკოზი და განკურნოს
ამინ. მამო ისე თხოვა რომ აი რო არ შემეძლო რო არ მეთქვე ხა რომ გაუგზავნი ხო სამონტყოფოში არის ძალიან გაიხარდება მე ეს ძალიან დიდი მადლობა მამაო რომ ხართ იცით რამდენი ადამიანისათვის დიდი იმედი ხართ მამაო იგივე აი მამა იოანეს იმათ რომ მომყავს ხოლმე სხვათაშორის ჭედლიშვილი ისინი იმათვის ხართ ავიცი მშობელი ხართ მეორე და დიდი მადლობა მამაო ამ ყველაფრისათვის მართლა იმიტომ რომ ბევრ ადამიანს უდგა ხართ გვერდში და ჩვენთვის ძალიან დიდი იმედი ხარ და გთხოვთ რომ ერთი რაღაც ხონა მაქვს კიდევ თავს გაუფრთხილით გეხვეწებით იმიტომ რომ თქვენ აი სტარტები ძალიან ცოტა გყავს რა ამ ქვეყანა და მადლობა დიდი მამაო იმიტომ რომ თქვენ რახაც მეორეჯერ მოხვედით და გადარჩით ესე იგი ჩვენთვის გადაგარჩინა ხო ერთო რომ ისევ ჩვენ გჭირდებით მამაო რა დიდი მადლობა და მამაო თუ დაგლოცავთ აი ბოლო ეგ ყველაზე საოცარი რაც შეიძლება ვთქვათ ეს არის მადლობა უფალს ყველაფრისთვის განსასწრებისას იმ სიხარულისთვისაც ყველაფრისთვის და შევთხოვთ უფალს და ყველა ჩვენ ქართულ ხალხს რომ მივენდოთ უფალს რა თავიდან ბოლომდე რათა ერთობით ერთი და გულითად ერთხელ ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდა სულსა აზ და მარადის და უკუნეთი უკუნისამდე ამინ მერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ამინ ძალიან დიდი მადლობა მამაო ძალიან დიდხანს ყავდეთ და რა ვიცი გეხვეწებით ძალიან ათასობით მსმენელი მყავს მე და მამა ილია მოიხსენიეთ მამა მარკოზი და ის ადამიანები ვინც გვინდა რომ ძალიან დიდხანს იყოს ჩვენთან იყვნენ ჩვენთან რომ ისევე ჩვენ გვასწავლონ რაღაცა და დაგვარიგონ იმიტომ რომ ამ ადამიანებს აქვთ კავშირები ზეცასთანაც და იმ ზეციდან მოაქვს ძალიან ბევრი დასარიგებელი ჩვენთვის და აუცილებლად დიდხანს რო გყავდეს ეს ადამიანები მოიხსენიეთ სადაც მიგიწვდებათ ყოველთვის კარგად ზანდებოდეთ დროებით მამა ილია ნასიძე გახდა ჩვენი სტუმარი მე გახდით გიორგი დარასელია კვირა საღამოს განმეორდება ეს გადაცემა კარგად ზანდებოდეთ დროებით ხვალ საღამოს დაგიბრუნდებით 8:30-ისათვის